მოგესალმებით, საჯარო გაშლით, მოვედით თქვენთან და თემა გვაქვს ასეთი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა. რა არის ის, რაც ყველაზე დიდ ყურადღებას და ფოკუსს საჭიროებს თქვენგან ახლა. თქვენი ცხოვრების რომელი სფერო, თქვენი ცხოვრების რომელი მომენტი, ასპექტი საჭიროებს ახლა ყველაზე დიდ ყურადღებას და მობილიზებას ხო თქვენი მხრიდან. მაშა სადამე, ნახოთ. ვარიანტი პირველი. რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება ახლა? ვარიანტი მეორე. რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება ახლა და ვარიანტი მესამე. რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება ახლა? მოდით ცოტა მოვწევ ეკრანს, რომ უფრო კარგად დაინახოთ პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. იმედია სამივე ვარიანტი კარგად ჩანს, გამოვიყენოთ ქვები იმისთვის, რომ უფრო კარგად და მარტივად აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი ეს იქნება ავანტიურინი, მეორე ვარიანტი ეს იქნება ამეთვისტო და მესამე ვარიანტი ეს იქნება მთის ბროლი. დახუჭეთ თვალები და უსვით საკუთარ თავს შეკითხვა. რა არის ის, რასაც ახლა ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მივაქციო, ხო? ცხოვრების რომელ ასპექტს, რომელ მომენტს, რომელ სიტუაციას, რომელ ენერგიას და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი სასურველი ვარიანტი მომენტალურად დაიჭერს თქვენს მზერას. მომენტალურად დაიჭერს თქვენს მზერას ის კონკრეტული მინერალი, სადაც თქვენთვის სწორი ინფორმაცია ინახება. მაშა სადამე, მე ვიწყებ ვარიანტი პირველით. მაშა სადამე ვარიანტი პირველი, ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება. და ამოვიდა ულამაზესი ვარსკვლავი თქვენთან შემოწურფასება. პირველ რიგში არასოდეს არ დაკარგოთ იმედი საკუთარი თავის და შესაძლებლობების, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ ძალიან დიდი ძალა, ენერგია, პოტენციალი იმისა, რომ იმოძრაოთ თქვენი სურვილებისაკენ, იმოძრაოთ იმისკენ, რაც გულწრფელად გინდათ და გსურთ, იმიტომ რომ რაც პირველი მოვიდა ახლა თქვენს გონებაში, როდესაც მე ვახსენე ყველაზე სასურველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი თქვენთვის, ესე იგი ზუსტად აი იქ უნდა ასე ვთქვათ, უნდა იყოს ხელშეუხებელი თქვენი პოტენციალი და თქვენი იმედი პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანი თუ კარგავს იმედს და ადამიანი თუ კარგავს საკუთარ პოტენციალში და საკუთარ შესაძლებლობებში თუ კი უჩნდება ეჭვი, ზუსტად აი იქ ჩნდება ყველაზე დიდი ხარვეზები, ხო? ხარვეზები და პრობლემები, რადგან ადამიანი კარგავს საკუთარ თავს კარგავს და თქვენ არასოდეს არ უნდა თქვათ უარი პირველი ვარიანტი იმაზე, რაც ყველაზე მეტად ახლა გულწრფელად გინდათ, გსურთ და ყურადღება მიაქციეთ თქვენს სულიერ მდგომარეობას. ძალიან კარგი იქნება თქვენთვის. მედიტაციური თქვათ პრაქტიკები ძალიან კარგი იქნება სხვადასხვა ჰერცებით გააქტიურებული თქვენი აი ეს თუ კი გრძნობთ რომ გაქვთ შფოთვები, თუ კი გრძნობთ რომ არ გრძნობთ თავს დაცულად, თუ კი გიჭირთ ჩაძინება, არ გაქვთ კარგი და ხარისხიანი ძილი, ეცადეთ რომ აი სპეციალური ჰერცებიც, რომელიც ყველა ჰერცი თავის განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან ვიბრაციაზე აყენებს ადამიანს, გამოიყენოთ, რაც მოგცემთ უკვე იმის საშუალებას, რომ ბევრად გაიუმჯობესოთ, იმიტომ რომ არკანი ვარსკვლავი ეს მელოდია, ასევე ხო, მელოდია, ვიბრაციები, ჰერცები ძალიან დაეხმარება თქვენ სულს, რომ და თქვენს ენერგოინფორმაციულ პოტენციალს, რომ სწორი და თქვენთვის შესაბამისი ვიბრაციები და ენერგიები შეინარჩუნოთ. თქვენ გეუბნებიან, რომ თქვენი ყურადღება და თქვენი ფოკუსი ახლა უნდა მომართოთ თქვენი შინაგანი სამყარო არის ახლა აქ ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი რწმენა, თქვენი იმედიანობა. არასოდეს არ დაკარგოთ კომუნიკაცია სამყაროსთან, გჯეროდეთ საოცრებების, გჯეროდეთ სასწაულების, იმიტომ რომ სამყარო არის თქვენს გვერდით. ვარსკვლავი ეს შორეული ციური სხეულია ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტო,
მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არის აუცილებლად ასრულებული სურვილი და აუცილებლად მიღებული ის შედეგი და ის მდგომარეობა, რისკენაც თქვენ მთელი ამ ხნის მანძილზე მიილტვოდით, მაგრამ ის რომ თქვენ ეს მიიღოთ, ამას სჭირდება შესაბამისი სულიერი პოტენციალი, მდგომარეობა, რაშიც დაგეხმარებათ ყველაფერი ის, რაც მე თქვენ ზემოთ ჩამოგითვალეთ ხო ასე რომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს შინაგან სამყაროს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა თქვენთვის. არ იფიქროთ იმაზე თუ რას იფიქრებს სოციუმი, ხომ არ ჩამთვლის ვინმე უცნაურ ადამიანად, ხომ არ ვიქნები თეთრი ყვავი და ასე შემდეგ, ხომ არ იფიქროთ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ადამიანები ესეთი არსებები ვართ, რომლებსაც ყოველთვის რაღაცა არ მოგწონს და ყოველთვის ვაკრიტიკებთ ან ვცდილობთ რომ რაღაცა მინუსები მოუნახოთ სხვა ადამიანებს, ის რაც ჩვენთვის გამაღიზიანებელია, მიუღებელია და ამას აკეთებს მხოლოდ შეუმდგარი და შეშინებული ადამიანი, იმიტომ რომ შემდგარი ადამიანი, ძლიერი ადამიანი, გახსნილი ადამიანი სამყაროსთვის ხო არასოდეს არ დაიწყებს სხვებში დათრგუნვას მისი ინდივიდუალიზმისა და მისი აი გამოხატულებისა, რომელიც ადამიანისთვის ასეთი მნიშვნელოვანია, ხო? პირიქით შეეცდება რომ თუ ის მისთვის ძვირფასია და მნიშვნელოვანი და საყვარელია, პირიქით შეეცდება რომ ხელი შეუწყოს და უფრო მეტად განავითაროს თქვენში ის მდგომარეობა სულიერი, ის ვიბრაციები, რაც პირიქით ხელშეგიწყობთ თქვენი სურვილის და თქვენთვის საჭირო რეალობისკენ სწრაფვაში, ხო ასე იქცევიან პარტნიორულ ურთიერთობებში შემდგარი და ასე ვთქვათ, ესეთი ადამიანები სულიერად მდიდარი და სულიერად გახსნილი და თვითკმარი ადამიანები და არა მაგალითად თრგუნავენ ერთმანეთს და ხელს უშლიან ერთმანეთს მიზნების მიღწევაში, ხო ეს ჩათვალეთ რომ ეს არ არის სიყვარული, ეს არ არის ჰარმონია, ეს არ არის ის რაზეც წერენ, რაზეც სიმღერებს ასრულებენ და რაზეც თუნდაც პოეზია იქმნება, ნამდვილი სიყვარული ეს არის შთაგონების უდიდესი ძალა და ენერგია, სადაც ორი ადამიანი ერთი სუნთქვით შეიძლება სხვადასხვა გზებისკენ მიდიოდნენ, სხვადასხვა არჩევანი ჰქონდეთ ცხოვრების გზაზე, მაგრამ ხელს არასოდეს არ შეუშლიან ერთმანეთს და პირიქით მაქსიმალურად მისცემენ მოტივაციას ერთმანეთს, რომ არ დაკარგონ საკუთარი ჭეშმარიტი გზა შემეცნებისა, რაც ყველა ადამიანისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. ასე რომ ეს არის პირველი ვარიანტი თქვენთვის. ის, რასაც ახლა ყველაზე მეტად უნდა მიაქციოთ ყურადღება, ძალიან უფროსი არკანი ამოვიდა და ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება ამ არკანის ირგვლივ, მაგრამ ის რაც ახლა ყველაზე მეტად ვიგრძენი რომ თქვენთვის უნდა მეთქვა, უკვე გადმოგეცი და მე გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, რას უნდა მიაქციოთ ახლა ყველაზე მეტად ყურადღება ჩემო ძვირფასებამ. ყველაზე მეტად ყურადღება თქვენს ემოციურ და სულიერ ფონს უნდა მიაქციოთ, იმიტომ რომ სამყარო არ არის ისეთი მკაცრი და ისეთი უსამართლო, როგორც თქვენ გონიათ, ხომ? ანუ ნახეთ, ყველაფერი, რაზეც ახლა თქვენ სევდიანობთ და დარდობთ, ეს არის თქვენი შეფასება, თქვენი მოლოდინები სამყაროსგან და ადამიანებისგან და მეტი არავისი. როდესაც მორჩება ცრუ მოვლენები, დასრულდება ცრუ, ვთქვათ, შეფასებები, რეგალიებს, რომლებსაც ჩვენ ხანდახან ვანიჭებთ ხო ადამიანებს, იმიტომ რომ გვინდა რომ იმაზე უკეთესები დავინახოთ და იმაზე ძლიერები დავინახოთ, იმაზე ლამაზები ხო სულიერად დავინახოთ, ვიდრე ისინი არიან, ხო? და ჩვენს წარმოდგენებში ჩვენ მათ იმაზე მეტად ვადიდებთ, ვიდრე ის მათ რეალურად ამის ძალა და ენერგია და პოტენციალი შესწევთ, ხო? მერე ჩვენივე მოლოდინები გვწყვეტს გულს, ამიტომ თქვენი ფოკუსი ახლა მომართეთ თქვენს სულიერ სამყაროზე, თქვენ შინაგან მესთან წადით დიალოგზე და ესაუბრეთ და უკაცრავად ესაუბრეთ საკუთარ მეს და გამოუწყდეთ ერთხელ და სამუდამოდ საკუთარ თავს იმაში, რომ ის რაც ახლა თქვენს რეალობაშია, ეს ენერგიები ხო იმედგაცრუება, გულისკენა, უიმედობა და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს არის გადაჭარბებული მოლოდინები და ყველაფერი ეს არის ის, რასაც ადამიანები საბოლოო ჯამში მერე დიდ ბრაზად აქცევენ, დიდ პროტესტად აქცევენ ხოლმე, მერე კიდევ უფრო ცუდი, როდესაც ადამიანი
ადამიანი საკუთარი თავის გარდა ყველა შეეძებს დამნაშავეს და პრობლემას, მაგრამ არ ცდილობს რომ საკუთარ თავთან იყოს გულწრფელი და გულახდილი და მე ერთგვარი სპირალი ერთვება ნეგატიური მოვლენებისა და საბოლოო ჯამში ადამიანს მე ძალიან უჭერს ხოლმე ამ ენერგიებიდან ამოსვლა, მე იქმნება ჯანმრთელობის პრობლემები, ფსიქოსომატიკური პრობლემები, ამიტომ მე თქვენ გერჩევდით მეორე ვარიანტი, რომ მთელი თქვენი ყურადღება მომართოთ ახლა თქვენი სულიერი მდგომარეობისაკენ, იმიტომ რომ მას ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროება ასე ვთქვათ, თავზე ხელის გადასმა. სამყარო მშვენიერია და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები დაზეპირებული. სამყაროში ნამდვილად ძალიან ბევრი საინტერესო რამ არსებობს და თუ რაღაცამ ახლა თქვენი პოტენციალი და თქვენი ემოციები გაჭედა ნეგატივში, აქაც უნდა დაუშვათ საკუთარ თავს შეკითხვა თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და ეცადოთ რომ თქვენი ფოკუსი გადაიტანოთ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც კი შეძლებთ რომ გადაიტანოთ თქვენი ფოკუსი და ნახეთ საინტერესო რა არის იცით, როდესაც ამ ვიდეოს წერდი თქვენთან ელექტრომომარაგებას პრობლემა შეექმნა და გათიშული იყო და ალბათ ნახეთ როგორ განათდა ეკრანი. ანუ შოკი მოვიდა ჩემო ძვირფასებო თქვენი ვარიანტის დროს. ეს იცით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას რომ თქვენთან აუცილებლად ახალი ენერგიები, ახალი შოკი, ახალი შემეცნების ძალა და ენერგია, სადაც მზად იქნებით რომ შეიმეცნოთ სამყარო ახლებურად, ახლიდან დაინახოთ ყველაფერი ის, რაც აქამდე გულს გტკენდათ და გაბრაზებდათ და გაუშვათ ეს ყველაფერი და მომართოთ თქვენი დრო ძალიან ცოტაა, ჩემო ძვირფასებო. სულელია ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ მას ბევრი დრო აქვს. მომართეთ თქვენი ფოკუსი და ენერგია იმ ყველაფრისკენ, რაც გაბედნიერებთ, რაც გაძლევთ შემართებას, ძალას, ენერგიას, შეიმეცნეთ სამყაროში ნამდვილად არსებობს ძალიან ბევრი ლამაზი მომენტი, მდგომარეობა, სიტუაცია, ადამიანი, რასაც შეუძლია რომ თქვენი ემოციები დადებითი პოტენციალით შეავსოს. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტია, ეს იყო ის, რასაც ახლა ყველაზე მეტად უნდა მიაქციოთ ყურადღება და მესამე ვარიანტი მთის ბროლი. მოდით ვნახოთ მთის ბროლმა რას უნდა მიაქციოს. ახლა ყველაზე დიდი ყურადღება იდეებს, რომელიც თქვენს თავში მოვა, აუცილებლად და უნდა განახორციელოთ ეს იდეები. ეს არ უნდა დატოვოთ მხოლოდ იდეის დონეზე. თუ კი გრძნობთ, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მოვლენები, კონკრეტული სიტუაციები არის გადასაჭრელი და გადასაწყვეტი, აღარ დატოვოთ ეს ყველაფერი ხვალდაზე აღარ გადადოთ, ხო დაიწყეთ დღესვე ჩაყარეთ პირველი მარცვალი თქვენი ქმედებებისა, ხო დღესვე დაიწყეთ ამ ყველაფერზე მუშაობა, დღესვე გადაჭერით, დაიწყეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით იმ სიტუაციების, იმ ვთქვათ ჩანაფიქრების გადაჭრა, აღსრულება, რასაც ვთქვათ ამდენი ხანი ელოდებოდით და ამდენი ხანი გინდოდათ რომ ეს ყველაფერი გაგეკეთებინათ. ახლა გაქვთ ამისათვის ძალიან კარგი პერიოდი. უბრალოდ ერთი არკანი მინდა გამოვიყენო, იმიტომ რომ იდეები და აზრები რაც თქვენთან მოვა, მესამე ვარიანტი აუცილებლად მოგიტანთ გამარჯვებას და რას ეხება ეს ყველაფერი. და ნახეთ არკანი ვარსკვლავი ამოვიდა. პირველ ვარიანტშიც ვარსკვლავი ამოვიდა, მესამე ვარიანტში როგორც რჩება თქვენთანაც ვარსკვლავი ამოვიდა, როგორი მშვენიერი არა ეს ყველაფერი და როგორი ლამაზია. თქვენ გეუბნებიან რომ ის რასაც ახლა თქვენ ჩაუყრით პოტენციალს და ის რა გადაწყვეტილებასაც თქვენ ახლა მიიღებთ, ხო, აუცილებლად მოგიტანთ უდიდეს წარმატებას და აუცილებლად იპოვით თქვენს ვარსკვლავს, აუცილებლად იპოვით თქვენს ადგილს და ეს არ არის უბრალოდ ასე ვთქვათ გადაწყვეტილება, რომელიც ხაცა ერთჯერად სიამოვნებას მოგიტანთ. არა, ეს არის ძალიან შორს მჭვრეტელი და ხანგრძლივი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს. ხვდებით ხო, ეს თქვენი დღევანდელი აზრები, გეგმები, რაც თქვენ გაქვთ, რაც აუცილებლად მოგიტანთ გამარჯვებას და მოგიტანთ არა მხოლოდ გამარჯვებას, არამედ ხანგრძლივ ვთქვათ საფუძველს ჩაეყრება, ხანგრძლივი ვადით გარკვეულ საფუძვლებს ჩაეყრება, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი და დიდი ენერგია, იმიტომ რომ ეს საფუძველი ეს იქნება ფუნდამენტი, რასაც თქვენ დააშენებთ თქვენს სამომავლო ძალიან ხანგრძლივ და ფუნდამენტალურ გეგმებს, ასე ვთქვათ
ესე თითქოს რაღაცა შენდება, აი რაღაცა არ ვიცი, რაღაცა შენებასთან არის თქვენი ვარიანტი ასევე დაკავშირებული, რატო წამოვიდა ესეთი ინტენსიურად სიტყვები შენება, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს როგორც პიროვნული შენება, ასევე რაღაც მატერიას ეხებოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ განმეორდები ის, რასაც დღეს თქვენ გადაწყვეტთ, უნდა დაიწყოთ უკვე პატარ-პატარა ნაბიჯებით მოქმედება, იმიტომ რომ თქვენ მიდიხართ სწორ გზაზე. თქვენ საფუძველს უყრით რაღაცას ძალიან სტაბილურს, ძლიერს, ხანგრძლივს, გრძელვადიანს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი თავს გაგრძნობინებთ, როგორ იცით, როდესაც იტყვით, რომ მე შევძელი და მე ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო. მე იქ ვარ, სადაც ჩემი ადგილია. გამიგეთ შემოწირფასო მესამე ვარიანტო. აი ამას მიაქციეთ ყურადღება თქვენს იდეებს, რაც თავში მოგივათ და არა მხოლოდ იდეებს, არამედ იმოქმედეთ ამ იდეების პატარ-პატარა ნაბიჯებით შესავსებად და თქვენ აუცილებლად იპოვით თქვენს ვარსკვლავს. მე კი დაგემშვიდობებით, თქვენთან იყო ნინო. ძალიან დიდი სიყვარულით.